რა არის შური? შური არის პირველ წყარო ცოდვა, რომელიც შეეყარა სატანას. სატანა თქვენი აზრით ადამიანს რატო დაესხა თავს? მას შეშურდა ადამიანის. და რატომ შეშურდა იცით ადამიანის? უფალი რომ მივიდა კონკრეტულ კონდიციამდე, შექმნა ანგელოზები, შექმნა სამეფო მის ირგვლივ ღვთის სახლში და ეს ყველაფერი რომ შექმნა, მას ჰქონდა აბსოლუტური ძალა. და აბსოლუტური ძალა, რომელიც არის პლუს სიყვარული უსასრულობაში, მან ეს ძალა თავისთვის არ უნდა გაიჩეროს. სხვა შემთხვევაში ეს არის ეგოიზმი და აღარ არის სიყვარული. მან ეს ძალა უნდა გაანაწილოს. ამიტომ უფალმა შექმნა ადამიანი და ყველას გამოუცხადა რომ დღეიდან ადამი და ევა და ადამიანის მოდგმა არის ღმერთი. და ყველა იყო შოკში. ოღონდ თქვენი ნაზი გეუბნებით შოკში. არავინ არ ელოდა ამ გამოცხადებას, ამ განცხადებას უფლისგან. ვიღაც ჭია, არაფრის მქონე, რანაირად შეიძლება ღმერთი და ლუციფერი ყველაზე მეტად მიხვდა ადამიანი რად გამოაცხადა უფალმა და შეშურდა მისი. უფალმა რომ გამოაცხადა დღეიდან ადამიანი იქნება ღმერთიო, ჩემი თანატოლი იქნებაო, პოტენციალი ჩადო. უფალმა განამტკიცა ეს ნათქვამი. უფალმა გამოაცხადა დღეიდან ადამიანი იქნება ღმერთი და მოვიდა ქრისტე და გახდა ღმერთი. ეს გრძელი თემები აქ არ შევალ. ესე იგი, რას გიხსნით? პირველ წყარო უბინძურესი და ერთ-ერთი ყველაზე საძაგელი და სატანის ყველაზე საძაგელი ცოდვა არის შური. აი რომ გშურს. მაგრამ დღევანდელი თემა არ ეხება შურს. დღევანდელი თემა ეხება შურის ძიებას. შურის ძიება, როგორი შიფრება? შურის ძებნა. შურის ძიება იმდენად დესტრუქციული, გამანადგურებელი და დამანგრეველია ადამიანისთვის, რომ ჩვენმა წინაპრებმა, ქართველებმა, რომლებმაც კარგად იცოდნენ სულიერება, ეზოთერია, სიტყვაში დაგვიშიფრეს პირდაპირ უპირველესი ბინძური ცოდვა სატანის. შური და შურის ძებნა არის ყველაზე ერთ-ერთი დაცემული მდგომარეობა. და როდესაც შენ შურის ძიებით მოძრაობ, შენ მაგ დროს ეცემი ფუნდამენტურად და მაგ დროს არღვევ შენი თავისთვის კოშმარულ სამყაროს კანონს. ეხლა დავიწყებ რა არის შურის ძიება და როგორ უნდა მოიქცეთ და იდეალური გამოსავალი რა არის, საუკეთესო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. როდესაც ადამიანი რაღაც ცუდს გაგიკეთებს, მნიშვნელობა არ აქვს ეს რა სიმძიმის იქნება. შენ გაქვს ორი არჩევანი. პირველი, ეძებო შური, რომელიც გაგანადგურებს, ანუ დაიწყო შურის ძიების ძიება. მეორე ამბავი, მიანდო სამყაროს ჭეშმარიტ, ძალით მოსილ, იდეალურ მექანიზმს, რომელიც ისე მოთხოვს იმ ადამიანს პასუხს, რომ შენს გაგაგებინებს ყველაფერს, რაშიაგო პასუხი, 10,000 ჯერ გენიალურად და ინტელექტუალურად გააკეთებს ამას. შენს დაცული იქნები და გარანტირებულად 100%-იანად დაასრულებს სამყარო ამას. მოკლედ, სამყარო მოგემსახურება 100,000%-ით, როგორც კი შენ შურის ძიებაზე ვარს ამბობ და მას მიანდობ შურის ძიებას. როდესაც შენ სამყაროს იგივე კარმას უტოვებ გულშიც, განზრახვით, რომ სამყარო მიხედავს მას. ამ შემთხვევაში სამყარო 100%-ით იღებს თავის თავზე, რომ ამ ამბავს მიხედოს. მაგრამ როდესაც შენ იღებ კარმას ხელში, ამის ამბიცია გაქვს, რომ სამყაროს უფლის მიერ შექმნილ სამართლიანობის მექანიზმზე უფრო მეტად გავაკეთებო, ამას რომ ფიქრობ. აი ესეთ ხიბლში რომ ხარ, ესეთ სიბრმავეში რომ ხარ და ესეთ უმეცრებაში რომ ხარ და შენი მიწიერი უმეცარი გონებით ცდილო შური იძიო, შენ აჩერებ უფლის სამყაროს სამართლიანობის მექანიზმს და ეუბნები. შენ გაჩერდი, შენ ვერ ხვდები რომ უფალსაც აჩერე? თუ მოინდომე? შენ ყველაფრის გაჩერების უფლება გაქვს და უნარი. შეგიძლია უფალს უთხრა, უფალო აღარ დამელაპარაკო და უფალი ამას ვერ გააკეთებს. არ გააკეთებს, თორემ უფალს შეუძლია მთელი სამყარო წკაპ და თითქოს მტვერი იყო, არც არსებობდა. ნება რომ გაქვს, შენ შეგიძლია სამყაროს კარმა გააჩერო და როცა შენ შურის ძიებას იწყებ, ფიქრში, გულში, ყველაფერში, სამყაროს იდეალურ მექანიზმს ეუბნები, გაჩერდი, შენ მე მივხედავ ამ ამბავს და ვერაფერსაც ვერ ხედავ და იდიოტობაში ვარდები და მერე ნახე, სამყაროს სამართლიანობის კანონი შენგან იწყებს იმ ადამიანის დაცვას. შენ ხდები სამყაროსთვის მტრულად განწყობილი და მას რომ უნდა ეგო პასუხი, ის აღარ აგებს უკვე პასუხს, შენ იწყებ პასუხისგებას, რადგან არაცადე სამყაროს იმ ადამიანისთვის ჭკუა ესწავლებია. შენ აიღე ეს ხელში, უნიათოდ გააკეთე და თავად ჩავარდი ბნელში და უკვე შენიდან იწყებს იმ ადამიანის დაცვას და იმ ადამიანს უნულდება თუ რამე გააკეთა ცუდი შენთან. მე ეხლა ამას რაღაც ფანტაზიებით და ჰო და ჰია რაღაც ესე კი არ გელაპარაკებ. პირადად ვიცი მე ეს. ჩემს ცხოვრებაში რამდენმა ადამიანმაც ბოროტებები გამიკეთა, არასოდეს შურის ძიება არ გამიკეთებია და ღმერთო რა გენიალური ხარ. ყოველთვის მთავრდებოდა ჩემი პირის ბაგიდან პასუხი საბოლოოდ. როცა აბსოლუტურად შურის ძიებაზე ვარს ვამბობდი, ამ ადამიანთან საერთოდ გადაკვეთაც აღარ მქონდა, არაფერი, პირდაპირ მატყობინებდა, რომ ამ ადამიანმა აგო პასუხი ეს დაემართა, ამით ისწავლა ჭკუა. არ არსებობდა შანსი, არ არსებობს,
რომ არ ჩაგაბაროს სამყარომ იდეალურად აღსრულებული სამართალი. პრობლემა ეხლა რაშია? შენ ხარ ისეთი უვიცი, რომ აჩერებ შენი შინაგანი შურისძიების განწყობებით, შენ რა გონია, შენ რომ ადამიანს რომ ბოროტებებს თავში უგზავნი, ეს არ ითვლება, ფიქრობ რომ ფიზიკურად უნდა გააკეთო? ამით აჩერებ უფლის სამართლიან მექანიზმს. შენი ფიქრი არის მუშტის დარტყმაზე ძლიერი. ოღონდ შენ ამას ვერაცნობიერებ. დაგავიწყეს ეს ყველაფერი. გაიგე? და შენ რომ იმ ადამიანში ბოღმა გაქვს, შურისძიება გაქვს, ეს ბოღმა როგორც აი ტყვიები ესწროლო, ისე ესრო იმ ადამიანს თავს ესხმი, როგორც ჯადო გაუკეთო, ისე უკეთებ. ცუდი სიტყვები, ცუდი განზრახვები, ეს ყველაფერი შიგნით თუნდაც მოქმედებას არ აკეთებ. ეს აჩერებს სამყაროს კარმას და ეუბნები, გაჩერდი მე მივხედავ მაგას წყევლით. ანუ ხო წყევლა, გურში რომ ბოღმას ფიქრობ, ცუდს უსურვებ, ფიქრობ ამას, აჩერებს სამყაროს მექანიზმს და ეუბნები მე მივხედავ ამას და ვერაფერსაც ვერ ხედავ. ვარესში ვარდები შენ და შენში შემოდის ბნელი და შენგან უკვე იცავს იმ ადამიანს ღმერთი მარტივად გეუბნები. და სამყაროს როცა მივანდე შურისძიება და ვუთხარი უფალო, შენ ქენი რაც უნდა ქნა, უპატიობ იმ ადამიანს და გულშიც. ვახ, ესეთი გენიალური, როგორ ესეთი გენიალური. აი, უფასოდ გემსახურება სამყარო, უფასოდ გიკეთებს ამ ყველაფერს, უბრალოდ შენ გონება უნდა გეყოს. გესმის და მე ამ ყველაფერს რომ აკეთებ, გულში ბოღმები, წყევლები, ბრაზების გაგზავნა და ეს ყველა დესტრუქციას დარტყმებს რომ უკეთებ, რომელიც მუშტის დარტყმაზე ვარესია. მე სამართალი რო არ აღდგება, უსამართლოა ცხოვრება, ღმერთო რა უსამართლო ხარ. უსამართლო კი არა, ღმერთი. მომიტევე, მაგრამ უვიცი ხარ, არ იცი, არ გასწავლეს. რა უნდა ქნა, როგორ უნდა მოიქცე და სამყაროს მექანიკას არ ერგები ბნელის მექანიკას და მე აკითხავ ღმერთს. ვერ გავიგე სატანას რატო არ აკითხავთ. აი, ბნელს რატო არ იჩხუბები? ბნელო ეს რატო გააკეთე? ბნელო ის რატო გააკეთე? ყოველთვის რატომღაც ღმერთს შეშჩივლებთ. რატო ჩივით ღმერთს? აი, არ მინახავს ადამიანი, ბნელო რატო დამიშავე ეს? ბნელო რა ცუდი ხარ? არა, ღმერთო რატო ხენი ეს? ღმერთო რატო ხენი ის? ღმერთმა შენ მოგცა ისეთი რაღაცეები, რომ არც დაგესიზმრება. გარანტირებულად გეუბნები. არ დაგსიზმრებია ეგ შენ. შენი პრობლემა არის ერთი. არ იცი როგორ მოიქცე და ამიტომ არ იღებ შედეგს. და მე რა ხდება, იცით? ადამიანი რომ გარდაიცვლება, თქვენ ეს არ გახსოვთ. მე რა ხდება? ადამიანი რომ გარდაიცვლება, რომ წარსდგება უფლის ანგელოზებთან, უფალთან და ამ ყველაფერთან, აქედან მიდის როგორ იცით? აი, მე ხო ეს გავაკეთე, რა უსამართლოდ მომექცა, ის მომექცა და მე უცებ შედის მასში, აი, ესეთი გაცნობიერებები, რასაც მე გეუბნებით. და ხმას ვეღარ იღებს სული. აცნობიერებს რომ უფალი სამართლიანი არის, უსამართლოდ კი მოექცნენ, მაგრამ უნდა ეცდია სამყაროს მექანიზმისთვის, შურისძიებაზე ვარი უნდა ეთქვა, უფალმაც დაუტოვა ბიბლიაში, ყველაფერი ეცნობა, უცებ, აი წკაპ და თავს ჩახრის და მიდის. ის კი არა, ესე ხო არ იქნებოდა. არა, თავს ხრის და მიდის. იქ, სადაც იმსახურებს ის ადამიანი ყოფადობას. ამიტომ, როდესაც შურისძიება გაქვს ჩართული, შენ სამართლიანობას ვერასოდეს ვერ პოულობ და იქეთ ხარ დამნაშავე. რადგან თავად ხდები შურის მაძიებელი, ის რაც პირველ წყაროდ სატანას შეეყარა, შური ადამიანის მიმართ. და შენ რა გონია ხა, მაგ ცოდვას რომ იძენ შიგნით, მართლა გაქვს ამბიცია რომ ღმერთი შენს დაცვას დაიწყებს და იმ ადამიანს გააცნობიერე, კარმას უნდა დაიცავის შენ, უნდა აღესრულებია სამართლიანობა, უნდა იქნა ეს, უნდა იქნა ის და შენ კარმას უთხარი, მე გავაკეთებო, თავად ხდები ის, ვისგანაც უნდა დაიცვან ადამიანები და 1000 წახნაგობრივი პროცესი მიმდინარეობს. ეხლა რომ მოგიყვე, ნახევარი დღე არ მეყოფა, შემიძლია ყველა სიღრმეში შევცურო და მოგიყვე რა პრობლემები გეწყება მაგ დროს და რა დანაშაულებს შეცდომებს და სად მიდიხარ შურისძიებით. და შურისძიებაზე ვარი რომ გეთქვა, სამყარო თავისით მოვიდო და ჩაგაბარებდა ანგარიშს. აი, ამ ადამიანმა ესქნა, ეს დაემართა, ეს ოღონდ არ უნდა გაგიხარდეს ეს რო დაემართა. ეს დაემართა ეს. ისწავლა ჭკუა აქ. აღარ იზამს ამას ესე. კმაყოფილი ხარ, გეუბნება. და შენ ის კი არა, აუ დავფიქრდები, იქნებ კმაყოფილი არ გიჩნდება ეგ კითხვა, აბსოლუტურად კმაყოფილი ხარ. რადგან იდეალურად გააკეთა სამყაროს კარმა მეს, მაგრამ შენ რომ არ აძლევ სამყაროს კარმას და ეუბნები გაჩერდი. ხო? მე მივხედავ ამას? კი ბატონო, აი როგორი თემაა, იცით? ვიღაცამ რომ ცუდი გაკეთოს და ავტომატურად აღიძრას სარჩელი. და შენ რომ უთხრა მოსამართლეს, მოსამართლე მე სარჩელი გამომაქვს უკან, მე მივხედავ ამ ამბავს. კი ბატონო, მოსამართლე გეუბნება და გადიხარ მე რაღაც სიგიჟეს აკეთებ და შენ გიჭერენ ისევ. იგივე ხდება სამყაროსთან, უფალთან. შურისძიება არის ყველაზე დიდი სიბრიყვე, შეცდომა, რაც კი შეიძლება ადამიანმა დაუშვას. აქედან გამომდინარე. თუ გინდა ადამიანმა ხარისხიანად დაგოს პასუხი საკუთარ მოქმედებაზე, გულშიც არ ჩაიდო ბრაზი წყენა. მიანდე სამყაროს და დაელოდე. ოთმინება გამოიჩინე დიდი ხნით და ისეთ დროს ჩაგაბარებს პასუხს. საერთოდ რომ ის ადამიანი არ გახსოვს, არა
არანაირი კავშირი არ გაქვს, არაფერი არ გაქვს უკვე. ჩაგაბარებს ანგარის აი ეს გარანტირებულად არ არსებობს რომ ეს არ ქნას. პრობლემა არის შენში, შენ არ ყოფნის მოთმინება, შენ არ ყოფნის მოყვასი, შენ არ ყოფნის ღმერთის შიგნით, არ ყოფნის ეს რაღაცეები რომ დაელოდო ამ ყველაფერს ხარისხიანად და იდიოტობებს აკეთებ და იდიოტობაში ყოფ თავს და პრობლემები გეწყება და შურისძიებას არ აქვს თან დასასრული. ბოროტებას არ აქვს დასასრული. ნახეთ, ბოროტება ერთს რომ გააკეთებ, უფრო მეტი გინდება, უფრო მეტი შურისძე მე არ გაკმაყოფილებს ეს ისევ გინდა, სხვა გინდა, კიდევ გინდა, იმიტომ რომ ის არ არის ჭეშმარიტი, ის არის შავი ხვვრელი, რომელიც სრუტავს, აი ფიტავს, სანამ არ განადგურდები. ამიტომ არც საწყის ბოროტებას არ უნდა დათანხმდე, აი გაბრაზებასაც მაქსიმალურად არ უნდა დათანხმდეს საწყისსაც, იმიტომ რომ რაც უფრო ღრმად თანხმდები ბნელს, ბრაზში, ქმედებებში, ამ ყველაფერში, მით უფრო ღრმად შედიხარ და არ გაკმაყოფილებს და მით უფრო შიმშილი გიძლიერდება ამ ყველაფრის. და რაც უფრო სიყვარულში ხარ, მით უფრო ნაყრდები და გეძლევა. გააცნობიერე ეს. ვერ დაგაკმაყოფილებს ის, რაც შენ გონია, რომ გაკმაყოფილებს და დაგაკმაყოფილებს. ამიტომაც არის, რომ ადამიანები ცუდ რაღაცებს აკეთებენ და ზოგჯერ პასუხს არ აგებენ. ნახე, ის ადამიანი პასუხს აგებს აუცილებლად. ოღონდ მერე იქ ზემოთ. მაგრამ დედამიწაზე ის ადამიანი უკვე აღარ აგებს პასუხს, რადგან შენ ჩამოართვი კარმას შურისძიება და შენ გადაწყვიტე შენი ბრიყვი გონებით გააკეთო ეს და მიდიხარ ბნელში გარანტირებულად. შურისძიება არის გარანტირებულად ბნელში წასვლა და უკმაყოფილებით დარჩენა. აცადე ღმერთის სამართლიანობას თავის საქმე გააკეთოს. რატო აჩერებ? რატომ გაქვს ამხელა ხიბლი? რატომ ვერ აცნობიერებ, რომ დიდი ხიბლია ეს ყველაფერთან ერთად და ნახე, იმდენი წახნაგით არის პრობლემა შურისძიება, ამიტომაც არის შედარებული შურთან, ყველაზე საძაგელ ენერგიასთან, ცოდვასთან. წახნაგობრივი განადგურების მექანიზმს უშვებს შენ თავში შურისძიების დროს. სასაცილო იცით რა არის? დღეს შურისძიება წარმოჩენილია თქვენთან როგორც რაღაცა ხო კაი გავეცი, უკან უპასუხე და მე რა ანუ ვერ აცნობიერებ. არავინ არ აგიხსნათ ფუნდამენტი შურისძიება რა კოშმარია. ქრისტემ გარკვევით გველაპარაკა ყველაფერზე, მიუშვირე მეორე ლოყაო და ყველაფერი კარგად გექნებაო და შენ გაიგე ეს როგორც ვიღაცამ ეხა გაგილაწუნა და არტყმევინე თავი და იდიოტობად გეჩვენება. ამას გულისხმობს ქრისტე რომ ვიღაცა ბოროტს რომ გაგიკეთებს, მიუშვირე მეორე ლოყა აბსოლუტურად და გამოეცალე და მიხედავს სამყარო ღმერთი. შენ თუ გწამს მართლა ღმერთის და მართლა თუ გწამს, ხო? მართლა თუ გწამს ღმერთის და მართლა თუ ფიქრობ რომ ღმერთი სამართლიანია, მაშინ რატო არ ანდობ უფალს სამართლიანობას? ვერ ანდობ. გაიგე? არ გასწავლეს, ვერაფერი ვერ გაგიხსნეს და ზღაპრები გგონია ყველაფერი. ხალხს თვალებში უყურებ და ღმერთზე რომ ელაპარაკება, ზღაპარზე მელაპარაკება მგონი, აი ვუყურებ შიგნით რა ხდება. შენ თუ ამბობ რომ ღმერთის გწამს და შენ თუ ფიქრობ რომ ღმერთი სამართლიანია, მაშინ შურისძიება რატომ გაქვს? კითხვა დასვი. რატო არ აჩერებ შურისძიებას? ყოველ შემთხვევაში რატომ არ ეჭიდავები კბილებით შურისძიების სურვილს? კბილებით მინიმუმ. ამიტომ ეჭიდავე კბილებით შურისძიებას დღეიდან. ებრძოლე კბილებით შურისძიებას და ყველაფერი გექნება პერფექტო. და ნახეთ ახლა კიდე ფუნდამენტში შევალ და შურისძიება რატომ ქვია შურისძიებას და შურთან რატომ არის კავშირი? შენ ვიღაცამ რომ ცუდი გაგიკეთა. იმ ადამიანმა შენი აზრით ცუდი რატომ გაგიკეთა? მას შეშურდა შენი რაღაც მდგომარეობა და გადაწყვიტა დაგამციროს, გადაწყვიტა ცუდად მოგექცეს, გადაწყვიტა გაგზარცვოს, გადაწყვიტა გაწყერინოს. შეშურდა შენი და გესროლა შური ეს ბოროტება. და შენ ეს ბოროტება მიიღე, დათესე შენში, აღმოაცენე და უკან უბრუნებ შენი ჭკუით. ამიტომ ქვია შურისძიებას შურისძიება შური. იმიტომ რომ შურიდან იწყება ბოროტება, რაც იმან გაგიკეთა. და ქართულ ენაში დაშიფრულია ყველაფერი. ქართულ ენაში ისეთი რაღაცებია დაშიფრული, მე თქვენ ყველაფერს მოგიყვებით, უბრალოდ იმდენი რაღაც მაქვს თქვენთვის მოსაყოლი, რომ რა ვქნა, ნენელა გიყვებით. ზოგი ისეთი რამე არის, რომ მიჭირს როგორ მოგიყვეთ, იმიტომ რომ გიფრთხილდებით. ამიტომ მან შენ ცუდი რომ გაგიკეთა, შურით გაგიკეთა. დაგითესა შური და შენ რაც დაგითესა შური, აღმოაცენე შენში ეს შური, სატანის პირველ წყარო მდგომარეობა, რაც პირველად განიცადა მან და რის გამოც გააკეთა ეს ყველაფერი, შურის გამო ადამიანთან მიმართებაში. და შურისძიებას ეძებ და შურს იძიებ და ვერაფერსაც ვერ იძიებ და იქეთ ხდები მტერი ღმერთის, ხო? ღმერთის მტერი ხდები შენ მაგ დროს. აბა ღმერთის მოყვასი ხდები შურისძიებით რომ ხარ დაკავებული შენი აზრით? ღმერთის მდგომარეობაში ხარ შენი აზრით? თუ ფიქრობ რომ მე რა მოხდა ეხა შური ვიძიე, მე რა მოხდა კი არა. გონს მოიგე საერთოდ გააცნობიერე რომ რაც ნორმალური გონია არაფერი არ არის ნორმალური და ყველაფერზე ბოლო თეთრამდე მოგეთხოვება და მოგვეთხოვება ყველას. ამიტომ შურისძიებაზე რაც უფრო აბსოლუტში ამბობ ვარს, გულში პირველ რიგში გულში მით უფრო აბსოლუტში სრულდება სამართლიანობა და მით უფრო აბსოლუტში აძლევ ჭეშმარიტებას, სამართლიანობას, კარმას, რაც გინდა დაარქვით, აღასრულოს ჭეშმარიტად იმ დროში, იმ მომენტში, სადაც ყველაზე იდეალური იქნებოდა. ნახე, შენ გინდა იმ ადამიანს ასწავლო ჭკუა ეხლა, მაგრამ ის ადამიანი არ არის ეხლა ისეთ კონდიციაში, რომ იმ
კონკრეტულად 100%-იანად ისწავლოს ჭკუა. რაღაც პროცესები უნდა გაიაროს, რაღაც უნდა შეიძინოს, რაღაც უნდა ჩაჯდეს მის გონებაში ცოტა ღმერთი, ცოტა რაღაც ის და მერე უნდა მოხდეს მასზე მათრახის გადაჭერა. მაშინ როცა ყველაზე მეტად მიხვდება მისახვედრს და შენი უვიცობით, შენი მოუთმენლობით, შენი ამ ყველაფრით აკეთებ იდიოტობას და შეეშვით ამ ამბავს ხალხო. სამართლიანობა, მიანდე ღმერთს და ყველაფერი გექნება შესანიშნავად. დაიმახსოვრე ეს. ხოლო თუ ღმერთს შენ არ მიანდობ სამართლიანობას, შენგან დაიცავს ღმერთი ადამიანებს და შენ იქნები ბნელის მსახური ავტომატურად. ამიტომ იყავი უფლის მსახური, მაშასა და მე შენი თავის სულის მსახური. მაშასა და მე სამართლიანობის მსახური. რათა მიიღო ის, რასაც ეძებ თითქოს და შურისძიებით. რას ეძებ შენ შურისძიებით სამართლიანობას, ხო? მაშინ რანაირად ფიქრობ, რომ შურისძიებით სამართლიანობას იპოვი? ვერ იპოვი, ხო? ამიტომ ყველაფერი ეს გააცნობიერე და აბსოლუტურად ამოიღე შენგან შურისძიება. აბსოლუტურად ამოიღე ეს შენგან და შენი ცხოვრება შეიცვლება. 7 იყოს თქვენში, 7 გული დაგიმშვიდოთ ტკივილის დროს. უფალი ფარავდეს თქვენს გულს, მისი კალთა შემოახვიოს თქვენს გულს. ფარავდეთ უფალი, გვფარავდეს უფალი ყველას. ამინ, ამინ, ამინ.